გამარჯობათ ქალბატონებო და ბატონებო, ეთერშია სპეციალური გამოშვება. დღეს ჩვენთან სტუმრად არის ატა აბულაძე და სალამ დაგვიჭერდნენ. ანამ გინდა ცოტა მიმოვიხილოთ დღევანდელი სიტუაცია ჩვენს რეგიონში და არა მარტო ჩვენს რეგიონში. ბატონო პატა, გამარჯობათ. ბატონო პატა, მოდი დავიწყოთ ბევრი თემა გვაქვს დღეს განსახილველი და დავიწყოთ 4-ის აქციით. მაინტერესებს თქვენი აზრი ამ აქციაზე და ხელისუფლების რეაქცია. როგორია? ასე იგი, პირველი მართლა სანამ დაგვიჭერენ. რა ვიცი, უკვე გვემუქრებიან რომელიღაცა ტელევიზიები და დაჭერით. იქამდე რეფერი ერეთკიათ მაგათ, მაგრამ როგორც არის, დაუბრუნდეთ თემას. 4-ში რატომ ესე იგი იქ იყვნენ პირდაპირ რომ ქართული ოცნების ამომრჩევლებიც ჩემი პარტიიდან ვიწყებ და ბევრი ხალხი მოვიდა, მაგრამ რეაქცია იყო შემოწმუნებელი და გეტყვით რატო. უყურე. მე წინა გადაცემაში ხო თქვი აქა რო კაცო. რუსთაველზე რო დარბიან ეს ბავშვები. დიახ. ისინი ციყვნენ. ანუ იმ რუსთაველზე მორბენალი ბავშვები უკვე როგორც სამსახურში ისე რო დადიან. კიდე ერთხელ რომც ეხლა მიხვიდეთ ნებისმიერ როგორც კამერის გარეშე და უთხრეთ რა სიტყვით და ევროკავშირი მთავრდებაო ის გეტყვის ვაჟეს პატრო შეზე კარგად ვიცის რომ დამთავრდა კაცო. მაგრამ როცა არის სიძულვილში გადასული იმას სულ არ აინტერესებს, თავარია ხელისუფლების წინააღმდეგ გამოვიდე და თუ გინდა აი ეს თეთრი პასტის რუჭკის გამოვა ქუჩაში. არა იმას შეზე კარგად იცის რომ ის სამყარო დასრულებულია. ეს გასაგებია ისინი იყვნენ იქ კაცო და პროსტო ერთი რამე ქონდა სათხოვარი ეს გარყვნილი დროში არ დავინახოთ იქ ეს ევროკავშირის. აი ჩვენ პარლამენტარებს კაბინეტებში რო აქვთ რა. ლურჯი ვარსკვლავი. ხო, ლურჯი ეს გარყვნილი ქვეყნები როა გაერთიანებული. გარყვნილი ქვეყნები ქვია, კიდე ერთხელ ვიმეორებ, რომ ვიღაცას გული არ ეთქინოს, ჩვენებს ვეუბნები ეს ოცნების ხალხს, რომ იქ სადაც თქვენ მიდიხართ და გინდათ რომ ეს ქვეყანა შეათრიოთ, იმ ორგანიზაციაში არის 27 ქვეყანა გაერთიანებული, რომელსაც 23 ქვეყანამ მიიღო ერთსქესიანთა დაკანონება. ხდები და ამას ქრისტიანულ ენაზე, ადამიანურ ენაზე, რა ვიცი, ყველანაირ ენაზე ქვია სოდომიზმი, გარყვნილება. და ამიტომ პრიმ გარყვნილი ქვეყნებში ხო ის დროში არ დავინახოთ მეთქი ჩვეულებრივად იყო ბევრი ხალხი იყო რეაქცია რაც იყო ანუ რუსთავის რეაქცია რა იყო რუსთაველზე სიძულვილი გვაქვს კულტურის სფეროში სპორტის სფეროში ნებისმიერ სფეროში გადასულია სიძულვილში ანუ ერთმანეთის სიძულვილში ხალხი და მეოთხე თუ მეხუთე კერას შექმნა ხელისუფლება სიძულვილის კერა კაცო დაცინვა დაუწყო ქართველ ხალხს გამოყარა თავის მაძუნდარები რაღაცა ეს ქალები თან აი ყველასთვის საზიზღარე ქალები რო ყავდა ეს ჟურნალისტები აი დიტრაკები რო აქვს რა დარბია გაიგეში ეს მაძუნდარები გამოყარა და ქართველ ხალხზე დაიწყეს დაცინვა თითქოს ანუ ხელისუფლება ჩაუდგა ოპოზიციაში თავის მოქალაქეებს ვისი პრემიერი ვისი ხელმძღვანელები ხელისუფლებას არის იმ ხალხს ჩაუდგა ოპოზიციაში ის კი არა თქვა კაცო რომ ბიჭო მოდით ხალხო რა თქვენი წარმომადგენელი დავთქვათ დრო დავდეთ მაგიდაზე შევიკრიბოთ რა კითხვები გაქვთ მითხარით იქნებ ისეთი კითხვებია რომელიც საჯაროდ არ არის მაგრამ თქვენი რო ხალხს ჯერა თქვენ რო გაგიმარტავთ ხო თქვენ უკვე მიაწვდით ისე რომ სახელმწიფო არ დაზიანდეს ამის მაგვილად კიდევ დამატებით ერთი სიძულვილის კერა შექმნით ესე იგი ძალიან მაგარი პიარი ისინი ყავთ მანდა რა ეს იყო რეაქცია დიდხანს ამან ვერ გაკაჩა და გეტყვით რატო? დიახ. იმდენად დიდი იყო მეორე მხრიდან სიძულვილის აგრესია,
იმდენად დიდი იყო, რომ უკვე მე თვითონ შემეშინდა. ანუ გავთანაბრდით სიძულვილში ქართველები და ყოფილი ქართველები ხელისუფლების წინააღმდეგ. უკვე არაფრად აღარ გვიღირს, აი ესე მიიყვანა სიტუაცია, კაცო. არ ელაპარაკება ხალხს. თავისი საზოგადოება ყავს, ეს კიდევ ერთხელ ვამბობ, სანამ Georgian Times-ის თავის საზოგადოება ყავს, იმედის ისა საზოგადოება და Georgian Times-ის და პოსტივის საზოგადოება და აი აქ ტრიალებს. იქით არ არსებობს. იქით ყველა მტერია, იქით ყველა კრემლის აგენტია და იქით ეგინის უყურე დასაჭერები არიან. ხვდებით ასგონ, ანუ ფორმულა ამ ქვეყნის რომ რაღაცა პერსპექტივა იყოს რომ ხელისუფლებასთან დაილაპარაკო, ანუ ყველა გზა ჩახერგეს. კაცო, თითქოს ჩვენ აქ ვიღაცა შემოსეული ხალხი ვიყოთ რა. აი ეს იყო რეაქცია. ამან უფრო მეტად გააგიჟა ხალხი და მეც მეუნებიან, მეც მაგ ლაპარაკი მქონდა იმასთან ამ ლიდერებთან და ესე იგი აი საგანგებოდ ხალხი იმდენი უფრო წამოვიდა იქიდან ტალღა, რომ როდის ანუ თან წვიმამ შეუშალა ხალხი და ხალხი უკვე ნანობს წვიმა კი არა, რატო არ გამოველთ მართლაო რა. რატო იქიდან დაინახა საშინელი ისა რა რეაქცია. თანაც არგუმენტით კი არ დაუპირისპირდა არგუმენტით, დაცინვით და ქართულ კაცს დაუწყო დაცინვა. ირონია და დაცი. ხო, ახლა მე ყველაზე საშინელი რა გააკეთა კიდე ამ რაც დავინახე მე ხელისუფლების. რუსთაველზე არის რომ ბავშვები დარბიან, ყავთ თავისი მოძღვრები. ეკლესიის. გვინდა ჩვენ თუ არ გვინდა, წმინდა სინოდმა ისინი არ გაჰყვეთა, კაცო. 10-15 მოძღვარი სტაბილურად დადის რუსთაველზე და უჭირათ ევროკავშირის დროშა. ხო, ჯერ ახლა ანომალიაა, ხო ესა? წამოველთ ახლა აქეთ ქართველებში. ანუ ვინც აქეთ, ვინც აი ეს კონსერვატიული მხარე, ტრადიციული მხარეს, ამათ თავისი მოძღვრები ხავთ. ხდები, იქ 21 მოძღვარი დავთვალე. ანუ 15-21 და მესამე არის პროხელისუფლო მოძღვრები. წარმოგიდგენთ, ანუ უყურეთ, ამხელა კატასტროფაში ეს იმხელა კატასტროფა, ეხლა ეს ესე იგი ეკლესიაც სამადაა გაყოფილი. ანუ ეს როდის მოხდა, იცი? ეს რას ნიშნავს, იცი? როცა ჩვენ აი ეს სამი სამყარო, სოდომიტური, სახელისუფლო და დანარჩენი ქართველები 80%. რაც გვაერთიანებდა ისტორიულად 2000 წელია, ხო? ეს იყო დედა ეკლესია, კაცო. ამის წიაღში ყველა მივდიოდით და ხატის წინ ვიფიცებდით, კაცო. რომ მოგვიწოდებდა ეკლესია, აბა ხა დაწყნარდით, თუ ყველა ქართველი წყნარდებოდა, კაცო. თქვენ წარმოგიდგენია დღეს საქართველოში არ არსებობს ინსტიტუტი, რომ ეს სიძულვილის კერები ჩააქროს, კაცო. ანუ ღმერთის სახელით აღარ ჩვენ ღმერთის სახელით რო ვიღაცა გამოვიდეს, აი გამოვიდა მოსაყდრე შიო. არა კაცო, შიო აღიქმება სახელისუფლო იმით მხარდაჭერით. მე გეუბნები სოდომიტური სამყაროში, შეიძლება კონსერვატული სამყარო კი ბატონო დავემორჩილოთ, მაგრამ ის სამყარო ხო რატო ისინი ხო ჩვენები არიან, კაცო? გინდა, არ გინდა ჩვენები არიან, კაცო? რავი 10,000-ობით გამოდიოდი მამაძაღლები, კაცო. ანუ ეკლესიაც აღარ გვაერთიანებს. ამას ხო იმხელა მონდომება უნდოდა ამას. იმხელა ამას ქვია სუფთა ბრიტანულ სწორად გათვალეს მამაძაღლებმა. იმიტომ რომ მაგათმა ნახეს 17 მაისი მაგათმა ნახეს აი ეს რომ ეკლესია აერთიანებს და ზუსტად იმ ეკლესიაში შეუშვეს ვირუსი, რომელიც გახდა ყველა ჯგუფისთვის საკუთარი ღდლები და საკუთარი მოძღვრები. ეხლა მამას პირიდონმა რომ მოუწოდოს ხელისუფლებას. ხელისუფლება დასცინის. ჯაღმაიძემ რომ მოუწოდოს, ხო, კონსერვატული, დანარჩენს. ახლა იმას დავცინით. ეს რო ყავს პეტრე ცავა თუ ისინი ვინმეც არიან სოდომიტების მხარეს ვინც არიან. იმათმა რომ მოუწოდოს, ახლა ჩვენ დავცინით. ანუ გაერთიანების წყარო ჩვენ აღარ აქვს. საქართველოში
ავტორიტეტი რამე რომც იყოს, აღარ არ არსებობს. არსებობს არაფერი, რომ ერთი ადგილზე აი ეს სამი ის შტოშე იკრიბოს და თქვას რაღაც. კი ბატონო, ეგეთ რამე აღარ არის. ეგეთ ესე იგი ყველა მოძღვრებს, ყველა დაჯგუფებას, ესე ვთქვათ, თავისი მოძღვრები ყავს, კაცო. გარანტირებული მოძღვრები ყავს. რა გამოდის აქედან გვეშველება? არა, ეხლა უყურე. ეს თუ აქ ვიღაცას ეს ახალწილად გონია, ანუ ჩვენით დაიწყო ამ ქვეყნის დაშლა. ქართველი კაცმა დაიწყო თავისი ხელით ამ ქვეყნის დაშლის პროცესი. ეხლა უყურე რატო გეუნებით. აქ არ ვიყავი რომ თქვი რომ ის მაგაზე ალბათ გადავალთ. ანუ რეაქცია, რაც თქვენ თქვით, რეაქცია იყო ეს. შემაშფოთებელი. ეს მე არ ვიცი ვინ უნდა გამოვიდეს. რა ინსტიტუტიდან ვიღაცა უნდა გამოვიდეს და მოუწოდოს როგორც ხელისუფლებას, ისე დანარჩენ საქართველოს, რომელიც უკვე ზძულს ხელისუფლებას. ხო? პირდაპირ გაგებით ზძულს. ხო? რომ დაემოჩნდეს კი რომ მივიდეთ რა და იქ რაღაცა თუნდაც ეკლესიის წიაღში დავიძდეთ და ეგეთ რამე აღარ არსებობს. ანუ გამაერთიანებელი ქვეყანაში აღარ არის. ეს ამაზე თახვდებით და თუ მე შემეკამათება გამომყვეს და ფიზიკურად დაუმტკიცება რომ მე მართალი ვარ. კი, ჩემ ანალიზს კი არ ვანახებ. თვითონ დარწმუნდება თუ ვინმე ეს არ ჯერა ჩემგან. აი ეს იყო ეს რეაქცია, შემაშფოთებელი. და ხელისუფლებამ გილოცავთ კიდევ ერთი სიძულვილის წყარო გააჩინეთ საქართველოში, რომელიც არის უმრავლესობა და რომელიც ამ ქვეყანას არ დაგითმობთ. არ დაგითმობენ. კაი, ჩემგან ვაცე არ გაიგონ, თუნდაც. აბა ნახოთ ეხლა ესე დანარჩენს მე აბა კითხვებიდან გამომდინარე გავისაუბრებთ რა. ისე ბატონო პატა ჩვენ აქ თითქმის 2-3 ეთერია ერთად ვართ და რაც ვთქვით ყველაფერი ასრულა და ამ ასრულებასთან დაკავშირებით 1-2 დღის წინანდელი განცხადება მინდა გამოვეხმაურო და ვთქვა რომ აფხაზეთის რკინიგზაზე მაქვს საუბარი და ჩვენ ეს ვახსენეთ ამის წინა გადაცემაში აფხაზეთის რკინიგზა და ყველაზე მეტი საოცარი და განსაცვიფრებელი ისაა რომ იქ გარკვევით წერია რომ ქართველების გარდა ყველა მიიღებს მონაწილეობას ამ პროექტში და თქვენ როგორ გესახებათ ეს მივხვდი კითხვას უყურეთ ამ გადაცემაში ვთქვით ზუსტად რომ ის ლავროვი რო გამოვიდა კაცო და რო თქვა სანამ ეს ხელისუფლება არის ეს ხალხი არის ხელისუფლებაში ჩვენ მათთან შევწყვიტეთ ყველანაირი ლაპარაკი და არც პერსპექტივაში აღარ იქნება მაგათთან ლაპარაკი და აქვე დააყოლა იმიტომ რომ ესენი არიან კოლექტიური სააკაშვილები ანუ ომი მე ხო არ მიგონებ კაცო თვითონ იმის სიტყვებია ხო გამოვედი და ხო თქვი ახლა კაცო რომ ეს ჩვენ გასაგონად კი არა თქვა კაცო ეს ჩვენ მეზობლებს გადასცა სიგნალი და უთხრა კაცო თქვენია ამ მეზობლებმაც რო ნახეს ეს არის უპატრონო სოდომიტურ გზაზე შემდგარი ქვეყანა საერთოდ ჯარი არ გააჩნია ვაფშე არ გააჩნია ჯარი ის რაც არის ეგეთი მარტო ჩეჩნებს ისაყავთ ყარაულში ყავთ კაცო ეხლა თუ უყურე დაიწყო პროცესი ვითომ მანქანა არ გაატარეს იქიდან ის არა კაცო ეგ მანქანა არ იქნებოდა სხვა რამეს იპოვიდნენ პრიჩინას კაცო თქვენ მაგაზე არის დარდოთ კაცო ფასებიც დააკლებინეს მოთხოვნებზე ნისიაზეც გაატარებინეს სასომხეთში ნავთობი ნისიაზე არა ნისიაზე არა აი ესე ბესპლატნა როგორ უფასოდ გაუშვეს ოღონდ ამერთხელო ეგრე ხო ერთხელ კაი აბა მე მეორედ ნახოთ კაცო ეხ სხვა რამეს გეუნებით კაცო რატომ უბედავენ ამ ქვეყანას ჩვენი სამეზობლო ესეთ რაღაცას ჯონდიმ დღეს
გენიალურად ახსნა ის რაც ჩვენ ვილაპარაკებთ, უბრალოდ აკადემიურ ენაზე ახსნა. მე როგორც არა აკადემიური ადამიანი, პირდაპირ გეუბნებით რაც არის. და ამიტომ მოგწყვით ხოლმე ჩემი ისა. რატომ უბედავენ ამ ქვეყანას ესეთ რაღაცას? სუსტ ადამიანს, როცა ძლიერი ჩაგრავს, ყველაზე დიდი ხალხმა თქვას, რომ ცოდოა. მაგრამ ძლიერს კი არ გაუბედავენ, იმას კი არ ეთქვენ, რატო ვაკეთებ. ცოდოა, ეყოფა თავის უბედურება. მაგ ქვეყანას რო სოდომიზმშია ჩავარდნილი კაცო და ვერ განთავისუფლებულა. ხო, ამიტომ ცოდოა. აი ამ მაგრამ ერთი რამე ყველა მერე იწყებს ამ სუსტისგან თუ რამე შეუძლია და რამე არის მის ქვეყნისთვის სასარგებლო, წამოიღოს. ხო, რა თქმა უნდა. სარგებელი ნახოს. ესე იგი, და რატო გეუბნებით ახლა მაგას? შენ არა გაქვს იმის თავი, რომ იმას უთხრა არა კაცო, მე ჩემი ტერიტორია, ჩემი ქვეყანაა და მე ესეთი ფასს ვადგენ. ხო, აი ამის საშუალებაც აღარა გაქვთ, აღარა გვაქვს ჩვენ ქართველებს. იქამდე მივიყვანეთ ჩვენი სოდომიზმური ცხოვრებით, აი ეგ ვიჯექი ქალბატონთან, ნინოსთან, აი ჟურნალისტთან, წინა ერთი თვისი. და რო უთხარე კაცო. ბიჭო, შეცვალეთ ცხოვრების სტილი. ნუ ეთამაშებით ცეცხლს კაცო. ყველა ისარგებლებს მეთქი ჩვენი სისუსტით. იმის გამო რომ შენ ხელისუფლებაში დარჩე, შენ ბევრ რამეზე მოგიწევს კიდე დათანხმება. ეს დასაწყისია კაცო. რამდენიც უნდა მე აპიარონ, ვიყვირონ, ჩვენ არ გავატარებთ, არ გაატარებთ, კეთილ, ვითომო რკინიგზაზე ჩვენ არ გავატარებთო, ისე ინდოეთიდან და იქ ჩინეთიდან და იმიდან არ გაატარებთ კი არა. ყველა იმაზე ლენინზე ლექს არ იტყვი კაცო. აი საზღვარზე დადგები და ლენინზე ლექს უტყვი კიდე. ვინ კითხავს შენ საერთოდ გატარებას? აქამდე მიხვალთ გეუნებით მეთქი კაცო. რატო? იმიტომ რომ შენ არაფერი აღარ ახარ. შენ ხარ უპატრონო ქვეყანა. შენს უკან არავინ არ არის, შენ არც პარტნიორი არ აყავს. საერთოდ აღარ აყავს. მოსახლეობაც აღარ აყავს კაცო. ხო, აი მოსახლეობაში სიძულვილში ხარ გადასული მეთქი, ეს საშიშია კაცო. ანუ მოსახლეობა ამას აღითქვავს, რომ შენ საკრიტიკო თავის ქვეყნის გაუბედურებას კი აღარ აღითქვავს. შენ საკრიტიკოთ იყენებს ამას კაცო. ეს კაი კი არ არის. ქვეყანას აზიანებს. კაი როცა გადადგები ამ პრობლემას თან ხო არ წაიგებ და ამ მოსახლეობას ხო უტოვებ კაცო. რჩება ეგ პრობლემა ყველა. ანუ მე ეს მოსახლეობა რჩება თავი პრობლემასთან ერთ-ერთზე კაცო. ამიტომ რომ უფრო როცა ამათ უთხარი და კუჭში აიშალდნენ კაცო. რომ ჯარიო იქ როგორ გადაიყვანო რა უნდა ისევ თურქეთშიო თურქეთის საზღვართანო ერთი ამბავი ატეხეს. ფრთხილად იყავით ქართველობა ეგ ფანჯარაც არ დაიკეტოს. ფრთხილად იყავით ეგ ფანჯარაც არ დაიკეტოს, რატო იცი გადასაყვანიც აღარ იყოს არსად უკვე. ის დრო არ მოვიდეს კაცო. ეგა მე რომ თუცხა იმან არ გითხეს იქ სადღა უნდა გადაიყვანო იქ თურქები დგანან კაცო უკვე. ეს დრო რატო იცი ბევრი რამე არ გვეგონდა, მაგრამ მოხდა კაცო. ბევრი რამე ვერ წარმოგვედგინა რომ მოხდებოდა, მაგრამ მოხდა კაცო, რატომ კაცო. და მე ეს დებილები ჩამოვყრით და ერთმანეთის დაბრალებაში ვართ. ხო. მაგრამ ამით დაბრალებაში ამით პრობლემა კი არ გვარდება კაცო. ამით პრობლემა შევერ მოაგვარებ კაცო. დამაბრალე, დააბრალე მე ყობახით ამდენიც გიდა კაცო. წავა თავის გერმანიაში და იყავით და აბრალეთ და იყავით მე კაცო. აი ეს საშინელი სიტუაცია ხა დღეს ჩვენთან. გეუნებით მეთქი კაცო. აგერ გამოვიდა ტრამპმა თქვა რომ ევროკავშირი უნდა დავშალოვო კაცო. ჯერ იმის ენითა თქვა, მასკით ენითა თქვა, ბიჭო. მე ამის ენითა თქვა, შენ გადიხარ ამის მე კაცო თუ იქამდე ჩახვედი უყურე რა, ბიჭო, აი როგორ არ მოგეშლება ნერვები და მე კიდე ვიღაცა რუსებს ღორებს და მამაძაღლებს ეძახი. გაეროში იყო კენჭის ყრა, იცით რაზე?
რუსეთმაო ბავშვები გაიტაცა უკრაინის ტერიტორიიდანო და უკანო დააბრუნონო აი ამაზე აბა ვინ უჭერთ მხარსო ხო წარმოგიდგენთ ჩვენ სამეზობლოში პლუს ნატოს წევრი ქვეყანა თურქეთმა პროტესტის ნიშნად ადგენენ და გავიდნენ დარბაზიდან იცი ვინ მისახმა საქართველო თავი შეიკავა სომხეთმაც და აზერბაიჯანს სომხეთმა თავი შეიკავა მაგრამ აზერბაიჯანი და თურქეთი ადგენენ და საერთოდ გავიდნენ იქიდან ახლა გეკითხებით მე თქვენ მე რო ეხლა რუსი ვარ და ვზივარ და ესე უყურე ვინ აბა ხო გადავხედე ესე ამათი ბიჭო შენ მოგწოს საკუთე ეს მოცემულობას მე გეუბნებით რაც მოცემულობა ამან გადახედა ესენი არიან დავა ერთი გააკეთეთ ის ტერმინალი ერთი ახალციხერაო რავი ყარაბაღი დაკარგეს სომხებმაო აგერა კაცო ზატო ადვოკატური ის რა ქვია რაღაცა რა ვიცი არ ვიცი მე შეიძლება რა მოუვათ თავში არ ვინ არ ვიცი იქ ენით ავტონომიას მოითხოვებენ კულტურულ ავტონომიას მოითხოვებენ ჯერ მე საერთოდ ავტონომია მე ბიჭო ამას ვამბობ კაცო შენ ისაც აღარ დაგჭა რომ ვიღაცამ გითხრას გარედან და საწყლები ესაც აღარ დაგჭათ კაცო ხო არ შეიძლება რომ აქ არ ყვიროდი ბიჭო ხო არ შეიძლება დედამიწაზე ერთი სახელმწიფო არ აღმოჩნდეს რომელმაც შეიძლება თქვას რომ ბიჭო გაანებეთ ამ ქართველებს თავი მაგარი ხალხია კაცო მაგარი სახელმწიფო ან კაი სახელმწიფო რაც გიშლით ხელს ესეთი ერთ სახელმწიფოს რომ თქვით თუნდაც იმ ორბანის იმ მომბასაც ეთქვიან დავრეგეთ და ზატკნის და დააჩუმებენ იქვე კაცო პლუს ამ კატასტროფას ემატება ხალხი და დაარჩენილი ხარ აი მართლა გეუბნებით ჩემზე ძალიან გული არავის არ შეткиა ქართულ ოცნებაში დაარჩენილი ხარ იმ კატეგორია ხალხის ამარა რომელიც ხალხს უკვე ძულს რომლებიც იყვნენ ჯერ პროამერიკელები მერე პროევროპელები ახლა პროარაბისტები გახდნენ და რა ვიცი იმიტომ რუსეთში ფეხი ვერ მოიკიდეს ნო იქ უთხრეს რომ ხომ ოყევი ფოტოები დამიდეს მეთქი აი ამ კატეგორიის ხალხად ახარ დარჩენილი ანუ შენი ყოფნა ხელისუფლებაში დარჩენა უკვე სურო ჩემი შვილები იყვნენ კაცო აი წარმოიდგინეთ აი კალადეც ხო გართულება ნათესაური კავშირი აი კალადეც რო იყოს ხელისუფლებაში აქედან მოვეტყოდი კახა უნდა წახვიდე პროსტო უნდა წახვიდე იმიტომ რომ ესეთი რასკლადი გახდა კაცო კაია ცუდია კი არა მეგონით მოცემულობა რაც არის კაცო მიგიყვან ისე არ წახვიდე რომ ქვეყნის დაზიანების ფასად არ წახვიდე მეთქი პროსტო ამას გაგთხოვთ თორე ეგ თემა გადაწყვეტილია ყველა სამყაროს შეთანხმებაზე როგორც სოდომიტური ისე ტრადიციული სამყარო ერთი კითხვა მინდა ჩაგეკითხოთ უბრალოდ ეხლა მომადგა თავში და თქვენი საზრით არჩევნები გამოიყვან საქართველოს მდგომარეობიდან ესეთ სიტუაციაში კიდევ ერთხელ ვამბობ ესეთ სიტუაციაში უყურეთ როგორ არის ეგაც არჩევნებით სანამ პირველ რიგში რომ არჩევნები რიგარეში ჩანიშნო ხალხი არ უნდა იყოს იმით დაკავებული აგრესიულად რატო აქ საფუძველი აგრესია იმის რომ ისინი წარმოგიდგენია უკვე რიგარეში ეხლა ჩანიშნო აი ეხლა იმის ფონზე რომ სოდომიტიც ტრადიციონალიც ერთად დადგნენ საკუთარი სახლის გადასარჩენად. ანუ ჯერ ეს პრობლემა ჩააქრე. ან სულ ცოტა დაელაპარაკე. შეთანხმდით ამ ხალხთან კაცო, არ იკმინებიან კიდევ ერთხელ მომბობ 17 მაისს რო დაბრუნდით ეკლესიაში ხელისუფლება თავის პარლამენტარებით. იქ ხო ჩვენ დაკვდით კაცო ყოფილი გიჟები, რეტროგრადები, რა ვიცი, ტირანები, რა ვიცი, ადამიანის უფლებების დამღოვრები, პიდარასების მდევნელები, რა ვიცი, ხო ეგენი დაკვდით იქა. ვინმე შეურაცხყოფა მოგაყენათ? ან გითხრათ თუ წინ უდგეხარ უკან გადმოდიო, ვინმე მე გაკადრათ კაცო. მოხვედით, მიგიღეთ, ჩაგეხუტეთ ეკლესიაში, იმიტომ ეკლესიაში დაკვდათ ტრადიციული საქართველო კაცო. რომელიც 2013-ში მიიღეს პატრიარქმა. თქვენ დაიწყით 2024 და 2 წელი რაც დაიწყით მაგ დღესასწაულის აღნიშვნა. ამიტომ ჯერ დაუძახე ხალხს
ეს აგრესია გაანელე, კაცო. დაუძახე უთხარი, რა კითხვები გაქვს ბიჭებო? შეიძლება კამერის გარეშე იყოს საჭირო დალაპარაკება. ბიჭო, ჯორჯიან ტაიმის ექსპერტებს კი რო დაუძახებ, კაცო, ის ხალ შენაირად ზრუნთ ხალხ ისენიც, კაცო. იმიტომ რომ ისინი უყურებენ შავი ჯიპებიდან ამ პრობლემას, კაცო. ამის იგნორი მიიყვას ამ ქვეყნის უკვე ერი ვართ დაქუცმაცებულები. ხვდები და იმიტომ დავიწყე, მაგით ეკლესიაც აღარ გვაერთიანებს, კაცო. ამ პირობებში ესე როგორ ატარებ რიგარეში? ძალიან რთული პრობლემები გვაქვს. ამას ხომ ლაპარაკობდი წინა იმაზე. კიდე აი წინა ხუჩებად მეორე ხუჩებად რომ მოვალ, კიდე უფრო საშინლად იქნება სიტუაცია. მოიყვანე, შენი პასუხისგებლობაა. ამ 3000 წლის ერს დაუძახო, ისტორიულ ერს დაუძახო და უთხრა, კაცო. თუნდაც იქ იჯდეს ყოფილი პროევროპელი თუ ვინც არის რა. და აუხსენი, გაანელე ესენი. დაუძახე პატრიოტ ალიანსიდან იქნება, იქიდან ვინც ამ და დაელაპარაკე რომ განელდეს. მე უკვე შეთანხმდით რომ რა გამოიყვანს კრიზისიდან ამ სიტუაციას, კაცო. რა გამოიყვანს ამ სიტუაციას, რომ ქვეყანა ჩადგეს ახალი ეპოქის, რომელიც უკვე მოგვიახლოვდა. ამ ეპოქას როგორ აუწყობს, რა კატეგორია ხალხი აუწყობს ამ ეპოქას ცხოვრების წინ, რომელი კატეგორია ხალხი იქნება მისაღები აი იმას, რაც გვიახლოვდება და მოგვიახლოვდა სულს უკვე ყველა ვუძნობთ, კაცო. თუ ეს არ დალაგდა, რამდენიც გინდათ ატარეთ არჩევნები. სხვა გამოსავალი თქვენ არა გაქვთ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, არ გააკეთოთ ისე, გეუბნებით, რომ ქვეყნის დაზიანების ხარჯზე შენ თანამდებობა დატოვო. შენ რო დატოვებ, ამას აღარ უნდა ბევრი ლაპარაკი, კაცო. დაზიანებული რო რჩება? ხო, მაგრამ არა, არის გამოსავალი კიდევ ისე, დაუძახე ყველა პოლიტიკურ ძალას. შენ მოგწონს, გუშინდი, შენ მათთან აგრესიაში ხავი. გინდა თუ არ გინდა, ბიჭო, არ გაიწოვება ეს პრობლემა. თქვენ გესმით? აი ეს ვერ წარმოუდგენიათ პირადი იმაში აღიქვამე, რომ აი როგორ უნდა დავიჯინო ახლა მე აქ დამიჯდეს ახლა აქ დაპირობითად რა. პატრიოტ ალიანსი, ან კონსერვატორები, ან ეს მეორე რაც არის რა, აღარ მახსოვს, რამდენია გაწვეგენი. ხო? ამათ ეს ვერ წარმოუდგენიათ, ბიჭო, საკუთარ ხალხთან ვერ წარმოუდგენიათ, როგორ ველაპარაკოთ ამ ხალხს? შენ როგორ უნდა დაელაპარაკო, ბიჭო, ტრადიციულ, ან ლუკაშენკოს, ან ლავროვს, აი როგორ შენ საკუთარ ხალხს ვერ ელაპარაკები, კაცო? ამიტომ ვამბობ ხალხო. და უყურე ამ რკინიგზაზე რო ამბობენ, ხალხი რაზე ატყდა, იცი? აი რუსები, ბიჭო, ამ რუსებს რომ მიადექი და ამ გზაზე რომ ინდიელები გაევლიან, ჩინელები გაევლიან, იმათ ისინი არ არღვევენ ჩემს სუვერენიტეტს. თურქები რო გაივლენ, ის არ არის. აზერბაიჯანი რო გაივლის, იმაზე პრეტენზია არა გვაქვს. როგორ? ესე იგი, ერთ ტამოშნიაზე საბაჟოს გადაიხდია. გაივლენ საქართველოს ტერიტორიაზე, ინგურზე მეორე საბაჟო. ანუ ვაღიარებთ. თან იქ როგორ დაუწერეს ხელშეკრულებაში ქართველების გარდაო. ხო, ქართველები ყველაზე მეტი. 80% აშენებულია. ეს არის საგანგებო, კაცო, გეუბნებით. მერე გავადრო და ესაც კი ძეწკისადად მოგეჩვენება, ისეთი პრობლემებით წინ დავდგებით გეუბნებით ხალხო. როცა შენ ხარ უპატრონო, შენ ყველა ეცდება და ნუელოდებით ვიღაცისგან შევეცოდებით და არა კაცო, ყველა თავისი გაჭიროებია მეთქი რომ ვეუბნები ამ ხალხს. ამიტომ ვამბობ, კიდევ ერთხელ სიძულვილის კერების შექმნაში კი ნუხართ თქვენი ამ მაწუნკალებით რომ დარბიანთ რას გვანდნენ რეები იკადრეს ბიჭო რეები იკადრეს თითქოს რეები ხო იცი და ეს რაღაცაო აი იმდენად შემაშფოთებელი იყო რომ ანუ აი კოკო მორგოშიას ის დაიწყეს აი რაღაცაო მე ის გავიგე კონტექსტი რაზეც იყო ლაპარაკი თორემ ადრე კოკოს მორგოშიას რაღაცა საწარმო უნდა თუ რაღაცა უნდა აღარ მახსოვს მაგრამ იქ იყვნენ ტურისტები იმდენად უსუსურები არიან თენგიზ აი ამის აგორება ეცადნენ და იმ წუთში ჩაისვარეს აი ერთი დღეც ვერ გაქაჩეს ამაში ხალხო ეს ხო ხელისუფლებაა კაცო მაგის ხელშია მილიარდები მაგის ხელშია ყველა რესურსები და აი მაგის ამ ხელა რესურსებიდან გამომდინარე მარტო აი ეს ნახეს
ანუ მანახებ რომ ეს ხალხი რო გამოვიდა უსწორებს მართლები ყოფილან კაცო. შენ კი არ დაუპირისპირდი არგუმენტით. ააო კაცო, ეს ნაცები არის, ეხლა უკვე ამ ნაცებზე უნდა უთხრა რა. მე ვარ ნაცი. თქვენ სულ ყველა პარლამენტში რო იჯექით. უკრაინის დროშის პირბადეებით ზუსტად მაგ დროს მე და ჩემი ოჯახის წევრები თქვენს პატრონებს ევროპელებს ყოფილ უკრაინის ტერიტორიაზე ფიზიკურად ხოცავდი. და თუ ახლებდნენ ისინი ჩვენ ხოცავდნენ. და ჩვენ მოვიგეთ ვაფშეტა რო იცოდეთ რა. ჩვენ მოვიგეთ. და თქვენ დღის წესრიგს ვამთავრებთ, კაცო, მთელ სოფლიოში ვამთავრებთ რა და სულ მალე აქეთ დავამთავრებთ. ეგ გარდაუვალი პროცესია. ესენი მე მეუნებიან, ნაცი ხარ. ეხლა აქედან მეუნები. აი წარმოიდგინეთ ეხლა, აი ესეთი დაპირისპირებული ვარ მე რუსთაველზე ყოფ ხალხთან. იმათმაც რო დაიძახონ. ჩვენ აი ამ პრობლემის გამო აქციას ვიწყებო. აგერ გეუბნებით, მე მივალ. ეს ხო პოლიტიკური არა. მე მივალ, თუ იქიდან გამაგდებენ, თენგი უყურე, თუ იქიდან გამაგდებენ, მარტო იმიტომ წავალ, რომ აქციაში პროვოკატორის წყარო, აგრესიის წყარო არ ვიყო და რაღაცა პროვოკაციებით არის არგებლოს ვიღაცა და აქციაში რაღაცა დაძაბული ვარ მოხდა. თორე იმათ პორტრო დაიძახონ, იქაც მივალ, კაცო. ეს არ არის იმის თქვა რომ შენ ლიბერალი ხარ. შენ ყოსო, არა კაცო, ვინც დაიძახებს, იქ მივალ. ეხლა ბოკერეს დაძახებულზე ნაგრეთანო, იქ თუ მივალ, იქ ბოკერეს საციმრად მივალ, კაცო. ამიტომ ანუ იმ ხელა მოახერხეს, იმ ხელა პრობლემა შექმნეს მეთქი, მაგას ვამბობ რა კაცო. თანაც ერი, რომელიც არის უკიდურესად სუსტი. ფიზიკურადაც სუსტი, მორალურად სუსტი ხალხო, დამიჯერეთ, რატომ ვამბობ ეხლა იცი? ხო უყურებ ეხლა შეხვალ 1000 ვიდეოები აზერბაიჯანული, თურქული, სომხებმა დაიწყეს ეხლა ახლა რუსული რო არის და ეს ჩეჩნური რო არის, კი ვიცით კაცო. რაღაცა ეს სამხედროების რაღაცა ეს რაღაცა სუების აი რეკლამები და აი ეს კაცური რაღაცეები და საკმარისია გადმოხვიდე ქართულ სივრცეში. აი ხა იმათი თვალით რო შევხედო რა. ასე გეგონება? ყველა სოფლიოდან ყველა ვინც ესე იგი ეს გასოდომიტებული არის, ყველა აქ მოიყარა თავი. ცენტრი გახდა. აი ცენტრი გახდა. სოდომ გომორის. აი გადავირიე რა. პირდაპირ ახლა მაინდამაინც სექსუალური იმაზე აი აზროვნებით გეუნებით კაცო. ეხლა უყურე კიდე მან რატოა ყველაზე საშიში კაცო. ბიჭო, დამიჯერეთ ხალხო. გატყუებენ არა ხართ თქვენ კაცო 2 მილიონამდე. მართლა გეუნებით არა ხართ. ეს ისეთმა ხალხმა თვითონ ვინც ეს რატო ის ვინც ეს კვლევები ჩაატარა ისაც კი შეწუხდა რატო იცი თვითონაც ტკივად ბიჭო რომ ხედავენ რომ ძალიან იქით მიდის სიტუაცია რა და აი ეს ცოტა სობადობა არაა სიკვდილიანობა მაღალია და აი ეს რაც დარჩენილები ვართ ესენით დაყოფილები ვართ კაცო და ერთმანეთს ვერ ვიტანთ ანუ იმის თქვა მინდა კაცო რომ კიდევ ერთხელ ვამბობ ბიძინას მიმართავ ივანიშვილს ვიცი რომ ამ თემაზე ფიქრობ ვიცი რომ ამ თემაზე იყო საუბარი დრო ძალიან ცუდად მუშაობს ჩვენზე კატასტროფულად მუშაობს დრო ჩვენზე აბსოლუტურად გატყუებენ ყოველგვარ ოფიციალურ დემოგრაფიულ სიტუაციას მე არ გეტყვით შეგნებულად არ მინდა დავძაბო სიტუაცია კიდე კატასტროფაზე კატასტროფული სიტუაციაა ადრე თუ გვიან და უფრო ადრე იფეთქებს ეს უკვე ხილვადული გახდება როცა ჩვენ რუსებთან მივედით ვიყავით მიხეილ ჯავახიშვილის მონაცემებით 700 რაღაცა 1000 კი და ბოლოს 5 მილიონამდე ვიყავ 5 მილიონი ქართველი კი არ იყავი 3 მილიონი მაგრამ დანარჩენი მიყვნენ სხვები აი ეს 3 მილიონი რამდენი 100 წელი გავიდა რომ შენ ეს 600.000 გამختარიყავი 3 მილიონი კაცო რამხელა პერიოდი დაჭირდა შენი 3 მილიონამდე გაზრდას
ანუ შენ ეხლაც რომ აი ეს პრობლემები მოგეხსნას, წარმოგიდგენია 100 წელი არ გეყოფა შენ რომ 3 მილიონი გახდე კაცო. ამაზე კი არ ფიქრობენ კაცო ესენი. ამიტომ კიდე ერთხელ გეუბნებით ამ ხელისუფლებას, ნუ აკეთებთ. ვინც გამოდით ამ სიგიჟიდან, რასაც ეხლა თქვენ აკეთებთ. ვერ გიშველით ვერც ტელეიმედიის რაღაცა გიჟი ექსპერტები, ვერც პოსტივის ექსპერტები და ეს ჟურნალისტები ვერ გიშველიან მეთქი, კაცო თვითონ მაგათაც შეეხებათ ეგ პრობლემა, კაცო. იმას ვერ გეტყვიო რომ აი მე კარგად ვარ და ამათ არ მაგათაც შეეხებათ მეთქი გეუბნებით ხალხო. მართლა შეეხებათ. და დროზე კიდევ ერთხელ გიმეორებთ ხალხო. მოგწონთ, არ მოგწონთ, კუჭში იშლებით. გააკეთეთ ერთი, მაგრამ ეგ გეოპოლიტიკამ დაიხურა ეგ ფანჯარა. გააკეთეთ სტრატეგიულად გეოპოლიტიკური ნაბიჯი, სტრატეგიულად სწორ გათვლილი. ადექით დაელაპარაკეთ რუსებს. სხვა თქვენ გამოსავალი არ იქნებათ. ეს ხელისუფლება ვერ დაელაპარაკება. ვინ უნდა დაელაპარაკოს? ვინ უნდა დაელაპარაკოს? კიდე იცის იმ კაცმა. სასტრაფოდ, აი ყველაზე გეუბნები. სასტრაფოდ დაუძახეთ ყველა პოლიტიკურ ძალას. თქვენ მოგწონთ და არ მოგწონთ კი არა, იმას კი არა და ის ხალხის ჯანია თუ რაღაცა რო არის, იმას კი არა, კაცო და იქ კიდე ახალი ნეიტრალიტეტიო რაღაცა ახალიო შექმნეს. ხო, რაღაცა ხო ნეიტრალი. კი შეიძლება იქ ბევრი ახლობელია ჩემ, მაგრამ это всё фуфло. это всё хрен собачий რო იტყვიან რა. არავინ მაგათ არ უსმენს კაცო. ხალხს ვერ მოატყუებთ მეთქი, ეს არ დამთავრდება თქვენ თუ მაგაზე გათვლა გააკეთეთ. ეს გადავა კაცო, გადავა კონფლიქტში გადავა მეთქი. თქვენ ეს გინდათ აღიარება, ვიცი რომ მე უყურეთ, თემა რა არის, ისინიც გძნობენ რომ ეს მოედანი უკვე ცარიელდება, ვიცი რომ მაგათ იქ დამკვიდრება უნდა თავისი ხალხით, გავიგე, მაგრამ ისე შედით რომ ქვეყანა არ დააზიანოთ, კაცო ამ სათამაშო მოედანზე პოლიტიკოსთა სათამაშო სცენა მაქვს ლაპარაკი. ისე კი ვაკეთეთ რომ სიძულვილს თესავთ და ასე გონიათ რომ ანუ ჩვენა ვართ რა ახალი ეპოქის ხალხი არა ხართ თქვენ კაცო თქვენზე ვიდეოები დაიხარა კაცო აი ევროკავშირის დროშით რომ დარბოდით კაცო ანუ თქვენისთანა კატეგორია ხალხის ვერ ჩავა იქა მეთქი კაცო აქედან მოუწოდებ ყველას თუნდაც კონსერვატორულ მხარეს თუ ეს პროცესი დაიწყო დაანებეთ თავი გუშინდელი და გუშინწინდელი რაღაცების გახსენებებს კაცო რომ შენ ის არ იყავი შენ ის არ იყავი ყველა ჩვენი სკილეტი ყავს კაცო გარდერობში ყველა მივაკენოთ ერთი ადგილი შენ მე ეს ქვეყანა არის ტრაგედიის ზღვარზე მეთქი კატასტროფის ზღვარზეა გატყუებს ეს ხელისუფლება რომ ყველაფერი კარგად არის ესევე მინდა უთხრა მას ტყუნის როგორც ხელისუფლებას მოუწოდე ასევე მოუწოდებ ახლა კონსერვატულ მხარეს ეს იქნება პატრიოტ ალიანსი კონსერვატული საქართველოსთვის დას აღარ უნდა ისედაც მან კაი ხალხია იქაც კაი ხალხია ყველა გაცნობად არ გამიგო ყველა პოლიტიკურ ძალას თქვენს გაითავისეთ ერთი რამე არ დაიწყოთ რომ შენი სიყავი სოროსიდან შენ აქედან ეს პერიოდი ჩვენ გავიარეთ გეუბნებით ვდგავართ კატასტროფის წინაშე ის სად იყო ის რომელ პავაროტში რა გააკეთა კაცო დღეს ეგ გადადეთ ყველამ ერთად როგორც ყოფილმა სოდომიტებმა რუსთავი ისე აკეთა მხარემაც კაცო თუ კი ჩვენ ვაცნობიერებთ რომ ეს სახლი ეს ქვეყანა არის ჩვენი მაშინ ყველაფერი გარდა სისხლის ამართლი დანაშაული ყველაფერი გადადეთ ხალხო დაიწყეთ საუბარი ერთმანეთში და მიდით და ერთობლივად აი ამის მერე უნდა მოხდეს ის რიგ გარეშე აი ამის მერე რომ იქ და რატომ რომ ეს მარტო ისე ხო ეხლა იქ პოლიტიკოსები არიან და გაითვალისწინებენ ალბათ ყველა მოცემულობას სამეზობლოს გეოპოლიტიკურ სტრატეგიულ ყველა აქ მაგდენი ჭკვა ეყოფათ მე მგონი რა კაი აზრი წარმოთქვა კიდე ჯონდი ბაღათურიამ რომ რაღაც ექსპერტთა ჯგუფის შექმნა უნდა ორივე ხელით მივესალმები აქედანვე მოუწოდებ ბატონო ჯონდი ბატონო ჩემო ძმაო ვიცნობთ და კაი ურთიერთობაში ვართ ერთმანეთში
თქვენც იგივე უნდა გააკეთოთ. მოგწონთ, არ მოგწონთ, კონსერვატული მხარედან იქნება თუ იქიდან მხარედან იქნება, ამ საექსპერტო ჯგუფშიც უნდა იყოს ყველა წარმოდგენილი. ხო, ეგ რატო? უფრო რატო იცი? შედეგს მოიტანს, მე მგონი. რატო უყურე ადრე თუ გვიან ეს უნდა გადაიზარდოს მე მოაზროვნეთა, რატო იცი რომ თქვენ უნდა იყოთ მე აზრის მიმწოდებელი ნებისმიერი ხელისუფლება რომელიც არ უნდა მოვიდეს. რომ აი თქვენი დასკვნა უნდა იყოს ისეთი პროფესიონალური გათვლილი, რომ ხელისუფლებამ ეს უნდა გაითვალისწინოს. ხდები, ანუ იქ თქვენ თუ იქიდან დაიწყებთ რომ არა კაცი იმას არ დაუძახებ და ისა არა ის კაცი იმას არ ვაფშე არ დაუძახებ. მაშინ მე დაიწყება ამ კლუბის გაბანძება, ესე ვთქვათ რა ჩვენ ენაზე. ანუ ქართველები შევთანხმდეთ ერთ რამეში. ჯერ სახლი გვენგრევა, სახლი გადავარჩინოთ. მე პოლიტიკოსებმა ერთ მოედანზე რამდენი ძგინდა კონკურენტები იკონკურენტეთ რამდენი ძგინდათ. მე მაგაში ცხვირი არ ჩავყო კაცო. გასაგებია ბატონო პაატა დროში შეზღუდული ვართ, მაგრამ არ შემიძლია რო არ კითხოთ რაღაც წინა თვეში კიდე აქტიურობდა და ამ ბოლო ხანებში ტრამპი არ აქტიურობს და რა ხდება? ძალიან მოკლედ თუ შეგიძლიათ. გეტყვით ახლა აი უყურეთ. გამოვიდა ტრამპი არაფერს არ ვიგონებ, არც ანალიზს არ ვაკეთებ, რაც მოცემულობა იმას გეტყვით. და პირველად მოიხსენია ზელენსკი როგორც არალეგიტიმური პრეზიდენტი. ტრამპამდე გამოვიდა ილონ მასკი და თქვა ევრო კავშირი უნდა დაიშალოს და ის დაიშლება. ყოველ მიზეზს გარშე დაიშლება. ილონ მასკის მხარი დაუჭირა ამ აზრს თვითონ ამერიკის პრეზიდენტმა მივესალმები. ორი დიდი ქვეყანა, ბირთვული ქვეყანა შეთანხმდნენ ერთ რამეზე. ევროკავშირი როგორც ეგეთი წარმონაქმნი უნდა დასრულდეს. მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტს, შენ აღარც მე გელაპარაკე, იმიტომ შენ არალეგიტიმური ხარო. ეს იმას ნიშნავს, ჩვენზე აღარ ალაპარაკე. ჩვენ რო ეხლა მაგათ გავლენის სფეროში აღარა ვართ კაცო, ამას აღარ უნდა ვეუბნები. ამაზე დროს უნდა მაკარგინებთ, ისედაც გადავაჭერებთ ბევრ დროს. ესენი არიან ეს გიჟები, აქ რომ ამერიკა, რა ის ამერიკა კაცო, შუაგულ ევროპიდან გადის ეს ამერიკა. ამიტომ უკრაინა, მე აქაც ვამბობდი, ყველა ეთერში ვამბობდი. ერთი გოჯა მიწა, აი კაბელი, გინდათ ეს ლვოვი იქნება თუ კარპატი, არავინ რუსები მაგათ არავის არ მისცემს. უკრაინა დაბრუნდა თავის წიაღში, რუსეთის ფედერაციაში. წერტილი, მოგწონთ ქართველებს ეს არ მოგწონთ. რაც გინდა ესე არის უკვე. ამას წყალი აღარ გაუვა. ეს კარგად ესმის ჩვენ პატრონებს, ძალიან კარგად ესმით ეგა. ამიტომ არიან ნასკებიდან ამოვარდნილები, არაფრიშნო მაგათ აღარა აქვთ. რაღაცებისთვის ემზადებიან, იმუქრებიან, რაღაც ომს დავიწყებთ, არავინ არაფერს არ დაიწყებს. შეიძლება ეს პროვოკაციები დაიწყოთ, აქ თურქეთი გააგიჟონ, აქ რაღაცა არაფერი. ამიტომ ეს არის გარდაუვალი პროცესი, რომ და არც ჩვენ გვექნება რამე ილუზია, ჩემ მეგობარს ყაველაშვილს მიუხედავთ იმისა, რომ გული მატკინა, მაინც ჩემ მეგობრათა თვლი პრეზიდენტი რო აღარ იქნება შევხვდები და ალბათ ახსნას გააკეთებს ის რაც გააკეთა. ხო? შეეში მიშკა ბატონო პრეზიდენტო ტრამპის რაღაცა წერილები, ზარსველოდები, იმასველოდები, არაფერს არ ელოდები, თუ გაგშნო, თუ ყოფნის იმდენი გამბედაობა, რომ ადგე და ჩახვიდე მოსკოვში და პრეზიდენტს დაელაპარაკო. აი ეს ამ მოგიწოდებ. ეს შეიძლება დღეს არც არა პირდაპირ არც ერთი ქართველი გარდა რაღაცა 200 კაცი შეიძლება რაღაცა ტელევიზიამ აი სოდომიტორმა რაღაცა იყიყინო. თუ ყოფნის მაგდენი ვაჟკაცობა გააკეთე. გეუბნებით დგავართ კატასტროფის წინაშე. აი ეს არის და ტრამპი და ეს იმათ თავის სამყარო აქვს, იმათ ისინი დიდი მოთამაშეები არიან, ნუ ეტენები, შენ არაფერი არ ახარ მან და ეს ქვეყანა არაფერი არ არის იმ თამაში, საცაში თქვენ გინდათ რომ ეს შეტენოთ. მილიონ ნახევარი ხალხი ეს არ გამოექცემა. ამიტომ დაწყნარდით, დავეშვათ მიწაზე. კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ, შეკრიბეთ
ბატონო ბიძინას მეუბნები, არა პრემიერს. და ერთი ქართულ ოცნებას მინდა უთხრა ჩემ გულნატკენ ბიჭებს. ეხლა კიდე ერთხელ ვიმეორებ. ვიცი გულნატკენები არიან. კარგად ვიცი, მეც მატკინეს. მე რომ მატკინეთ, არც ერთ თქვენგან თადატკინეს ისე. ისაც კარგად ვიცი, რომ ჩვენით ჩაანაცვლეს აი იარი ნაცები, აი სოდომიტი ნაცები ჩვენით ჩაანაცვლეს, რაც ძალიან დიდი გულტკენაა. აგერ გაძლევთ პირობას. ეს არ იქნება დროში გაწერილი. პარტიაში მოხდება რესტარტი. და იქ მოვლენ ზუსტად ის ხალხი, რომელიც რუსთაველზეც ვიდექით და 5 ივლისსაც ვიდექით იქა. აი ის ხალხი რესტარტი მოხდება ყოველ შემთხვევაში. ეს არის გარდაუვალი პროცესი, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია ფიზიკურად შეწყვიტავს არსებობას. თუ ამ იდეოლოგიას ისე გვაყვეთ, რომ რა იდეოლოგიითაც დღეს მივდივართ, ეს დამთავრდება. აქი არ დამთავრდება მარტო, კაცობრიობაში დამთავრდება ეგ იდეოლოგია. ნე რაღაცა პატარა თავის ნიშა ექნება, აი უმნიშვნელო. ამიტომ ყველაფრის ეს სტარტი მოხდება და ეს ჩვენი გაბრაზდებათ გავაყოლოთ ამ იდეოლოგიას. ყველაფერი კარგად იქნება. თავარი ახლა ბატონო ბიძნა ეს ამის ორგანიზება გააკეთოს. მიუხედავად იმისა, ვიღაცა გუშინ აგინებდა, არ აგინებდა. ეხლა იმას კი არ გეუბნებით, რომ ბოკედა დამიჯინა ეგ კაცო. იმათთან ეხლა ცხელომ ისინი პირდაპირ გაცხადებული მტრები არიან. მაგრამ მაგათ რომ რუსთაველს დარბიან ბავშვები, ეგენი ჩვენები არიან, კაცო. იმათმა ჩვენზე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმათმა ჩვენზე კარგად იციან, რომ მაგათი ევროპა დამთავრებული. აი ეს იქნება ეს. ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო სპეციალური გამოშვება, ჩვენთან ერთად იყო პაატა აბულაძე, ქართული ოცნების ერთ-ერთი დამფუძნებელი. ეხლა თუ იქამდე არ დამიჭირეს, მომავალ პარასკევამდე ჩეხოსაყვარელო ხალხო. დიდი მადლობა, კარგად გრძანდებოდეთ. პატივცემულო ტელემაყურებლებო, სპეციალური გამოშვება გავა ყოველ პარასკევს 21 საათზე.